დღეს კახეთში 520 ჰექტარზე გერმანული ხორბლისა და ქერის თესვას ვესწრებით. ფერმერი გიორგი ბაკაშვილი წლებია წარმატებით თანამშრომლობს აგროფორსთან და გერმანული კომპანია საათენ უნიონის სათესლე მასალით რეკორდული 9 ტონამდე მოსავალი მოჰყავს. აქ ითესება გერმანული მაღალმოსავლიანი ხორბლისა და ქერის ჯიშები, ტიკატაკა, პაპილონი და ელენი. თითოეული ჯიში აგროფორსის გუნდის მიერ შერჩეული ადგილობრივ კლიმატურ და აგროტექნიკურ მაჩვენებლებზე, ასევე ფერმერების საჭიროებებზე დაყრდნობით და გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით, დაავადებებზე და სტრესული პირობების მიმართ გამძლეობით, ასევე მაღალი საწყობი და საკვები ღირებულებებით. რა თქმა უნდა, სახსათესლე მასალასთან ერთად თანაბრად მნიშვნელოვანია მოვლის საშუალებები. აღსანიშნავია, რომ კომპანია აგროფორსი ფერმერებს სრულ აგრონომიულ მხარდაჭერას უწევს მხოლოდ წამყვანი კომპანიების მიერ მოწოდებული პრეპარატებით, როგორიცაა რომესანექსტი, ვალაგრო ჯგუფი, ასევე გერმანული კომპოექსპერტი, ასევე იტალიური ფინჩიმიკას მცენარეთა მოვლის პროდუქტები. ვიყენებთ მეთოდებს, რომლებიც ევროპაში უკვე მრავალი წელია დანერგილია, მაგრამ საქართველოსთვის ჯერ კიდევ ახალია. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ჩვენი ფერმერები აღწევენ წარმატებას და მოჰყავთ რეკორდული მოსავალი, როგორც ხორბლის, ასევე ქერის, სიმინდის და სხვა კულტურების. სათესლე მასალა დამუშავებულია კომპანია ვალაგროს თესლის დასამუშავებელი სტიმულატორით რადიფარმით, რათა მცენარეს სწრაფად და თანაბრად აღმოცენდეს. რაც შეეხება სასუქს, თესვაში ვიყენებთ ლიეტუური კომპანია ტერამილეს სწრაფად ხსნად გრანულირებულ სასუქს 12-24-12, რომელიც გარდა მაკროელემენტებისა, როგორიცაა აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, ასევე შეიცავს დამატებით მეზოელემენტის გოგირდს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის კახეთის მაღალკარბონატულ, მაღალი pH-ის მქონე ნიადაგებზე, ასევე მიკროელემენტებს, თუთიას, ბორს. რა თქმა უნდა, კიდევ შემოგთავაზებთ მრავალ ვიდეოს ჩვენი ფერმერების მეურნეობებიდან, რათა გაჩვენოთ კომპანია აგროფორსის და ჩვენი პარტნიორი ფერმერების მიერ ერთობლივად მიღწეული შედეგები და ახალი ინოვაციური მეთოდები, რომელსაც ყოველწლიურად ნერგავს აგროფორსი ქართულ სოფლის მეურნეობაში.